მილიონობით საცხოვრებელი ადგილი მიტოვებულია. როგორც დედამიწაზე მყოფმა ბოლო ადამიანმა შეგიძლია იცხოვრო სადაც გინდა. უზარმაზარ ბორცვზე მდგომ მდიდრულ სახლებში, ან ოკეანის ხედით გაწყობილ ვილებში. ახლა კი დროებით იპოვე კომფორტული თავშესაფარი, რომელიც შორსაა ხანძრის საფრთხისგან და ახლოს არის ისეთ რესურსებთან, როგორიცაა სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიები. სიურპრიზია, მაგრამ განათება ჯერ კიდევ მუშაობს. გათბობაც მუშაობს, თუმცა დიდხანს აღარ გასტანს. ადამიანების გარეშე ელექტროსადგურები მალევე გამოვან წყობრიდან და შეწყდება სხვადასხვა რესურსების, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაც. როცა ეს სისტემები დაიშლება, მოგიწევს ყველაფერი ძველი, ტრადიციული გზებით გააკეთო. გათბობისთვის დაანთებ კოცონს და პორტატულ გაზქურაზე დაამზადებ ცხელი საჭმლის პორციას. ძილის წინ ტელეფონს კიდევ ერთხელ ამოწვევ და უყურებ, როგორ იკლებს ბატარეის პროცენტები ნულამდე. რამდენიმე დღეს ამ თავშესაფარში ატარებ. ცხოვრობ კონსერვებითა და ბოთლის წყლით. თანდათან აგროვებ სასარგებლო მარაგს, სახვევებს, ელემენტებს და ქაღალდის რუგებს. დროის გასაყვანად ადგილობრივ ბიბლიოთეკას სტუმრობ, სადაც აღმოაჩენ სასწავლო წიგნებს და სახელმძღვანელოებს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისგან. ნელ-ნელა სწავლობ, როგორ გადარჩე და როგორ ააშენო ცხოვრება ადამიანური ინფრასტრუქტურის გარეშე. ერთი კვირის შემდეგ გარეთ ამინდი უფრო ცივდება და მოხილფული ხდება. ქარიშხლებმა და ყინვებმა შეიძლება დააზიანოს თავშესაფარი, რაც გაართულებს შენს გადარჩენას. ამიტომ იწყებ ახალი სახლის ძებნას. ფიქრობ იმ ადგილებზე, სადაც კლიმატი ზომიერია, მთელი წლის განმავლობაში და შეგიძლია თანდათანობით ჩამოაყალიბო თვითკმარი ცხოვრების სტილი. დიდ გზას ადგები, მწვანე მინდვრებისა და თბილი მზის ძიებაში, მაგრამ მანქანის დაფაზე ყვითელი შუქი აინთება, საწვავი გეწურება. ბევრი ბენზინგასამართი სადგური კომპიუტერულ სისტემებზეა დამოკიდებული, რომლებიც ადამიანების გაუჩინარების შემდეგ გაჩერდა. ზოგიერთ სადგურს აქვს გენერატორი, რომელიც ავარიულ სიტუაციებში ამუშავებს საწვავის ტუმბოს, მაგრამ ასეთები იშვიათია. საბედნიეროდ შეგიძლია საწვავი მიტოვებული მანქანებიდან ამოიღო. მართალია ბევრ თანამედროვე მანქანას აქვს ანტისიფონაჟური სისტემა, მაგრამ ძველი მანქანებიდან საწვავის გამოტუმბვა მარტივი ტუმბოსა და შლანგის მეშვეობითაც შეგიძლია. გზას დაუბრუნდი, დრო სწრაფად გადის და ფიქრები გეფანტება. თავისუფლების ეს გზნობა რეალური შესაძლებლობებითაა სავსე. შეგიძლია წახვიდე სადაც გინდა, დააკეთო რაც გინდა, მაგრამ ამ თავისუფლებას თავისი ფასი აქვს. მუდმივი მარტოობის ფსიქოლოგიური ზეწოლა ნელ-ნელა შეიძლება უფრო მძაფრი გახდეს. რამდენიმე დღიანი მგზავრობისა და რესურსების შეგროვების შემდეგ საბოლოოდ აღწევ მზიან და ზომიერ სამოთხეს. იკლევ გარემოს, ამოწევ შესაძლო თავშესაფრებს და ბოლოს პოულობ დიდ სახლს, რომელიც აღჭურვილია ძლიერი განახლებადი ენერგიის წყაროთი. დღეს მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს დამონტაჟებული მზის პანელები, რომლებიც მზის სხივებიდან ენერგიას ქმნის. კიდევ უფრო მცირე ნაწილს კი აქვს მზის ბატარეები, რომლებიც ამ ენერგიის შენახვის საშუალებას იძლევა. დამოუკიდებელ მზის სისტემებს შეუძლია იმდენი ენერგიის გენერირება და შენახვა, რამდენიც გჭირდება, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე კომფორტს, მაგალითად მაცივებსა და ყავის აპარატებს.